კვაზარების სამყაროს ყველაზე ელვარე ობიექტებია. მათი ბრწყინვალება მთლიანად ჩრდილავს მშობენ გალაქტიკაში არსებულ ყველა ვარსკვლავის ბრწყინვალებას. ტერმინი კვაზარი მათ აღმოჩენას უკავშირდება. პირველად მსგავს ობიექტს 1950 წელს დააკვირდნენ, როდესაც უჩვეულოდ ლურჯი ნათება შეამჩნიეს. ეს ნათება ლურჯ გიგანტ ვარსკვლავებს შეეფერებოდა. მათ გარშემო არსებული ნისლეულების მიუხედავად, რაც ვარსკვლავებს არ ახასიათებთ, მაინც ვარსკვლავად მოინათლნენ და ეწოდათ კვაზივარსკვლავური რადიოწყარო, ანუ კვაზარი. 1963 წლამდე კვაზარის სპექტრული მაჩვენებელი პრობლემად რჩებოდა, სანამ ასტრონომმა მარტენ შმიდტმა კვაზარ 3C273-მდე მანძილი გაზომა ჰაბლის მეთოდით. აღმოჩნდა, რომ ნათებების ასე მძლავრი წყარო დაახლოებით 2 მილიარდი სინათლის წლით იყო დაშორებული, რამაც დამატებითი კითხვები გააჩინა, რადგან ამ მანძილზე არსებულ სტანდარტულ გალაქტიკებზე 100,000-ჯერ უფრო ბრწყინვალე იყო. შემდგომმა დაკვირვებებმა კი გამოავლინა, რომ ამ გიგანტური ენერგიის წყარო დაახლოებით მზის სისტემის ზომის ობიექტი იყო, ანუ ძალიან პატარა ობიექტი ბრწყინვალებასთან მიმართებაში. ასეთი კომბინაცია მხოლოდ ზემასიურ ობიექტს შეიძლებოდა გამოეწვია, რომლის მასაც რამდენიმე ასეული მილიონი მზის მასის იქნებოდა და ამავდროულად საკმარისად კომპაქტური. შესაბამისად, ამ ტიპის გამოსხივება გალაქტიკის ცენტრში არსებულ აქტიურ ზემასიურ შავ ხვრელს თუ შეეძლო გამოეწვია. როგორც უკვე ვთქვი, კვაზარი არის ობიექტი, რომელიც გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს და მისი ნათება ამავე გალაქტიკის ჯამურ ნათებას აჭარბებს. მსგავსი გალაქტიკები გალაქტიკების სულ 10 ან 5%-ში ადგენს. კვაზარის ფიზიკური პარამეტრები. იმისთვის, რომ კვაზარი მივიღოთ, აუცილებელია გალაქტიკის ცენტრში ჰიპერმასიური შავი ხვრელის არსებობა, დაახლოებით 100 მილიონი 1 მილიარდი მზის მასისა, რომელიც სწრაფად ბრუნავს და აგრესიული დისკოს აჩქარებას ახდენს. აგრესიული დისკოს მატერია ედინგტონის ლიმიტთან მიახლოვების შემდგომ გახურებული აირის რადიაციული წნევით. მატერიას საშუალებას აღარ აძლევს შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტი გადალახოს და მაგნიტური ძალწირების გასწვრივ შავი ხვრელის პოლუსებისკენ გადაინაცვლებს. სწორედ ამიტომ ზოგიერთ კვაზარს მატერიის ნაკადი პოლუსებიდან ჯეტების სახით უფიქსირდება. ამ მოწყორცნა იმდენად ძლიერია, რომ მატერია ამ ჯეტებში ულტრარელატივისტური სიჩქარით მოძრაობს, ანუ სინათლის სიჩქარესთან მიახლოვებული. ჯეტები უზარმაზარ მანძილს ფარავენ, ისინი შესაძლოა რამდენიმე მილიონ სინათლის წელზე იყვნენ გადაჭიმული. არის შემთხვევები, როდესაც ერთი გალაქტიკის კვაზარი მეორე გალაქტიკას ხვრეთს ჯეტით. ხანდახან ჯეტები ვარსკვლავ წარმოშობას უწყობენ ხელს გალაქტიკაში დარტყმის ტალღების შექმნის გზით. ხანდახან კი აირის გაცხელების გამო თავიანთვე გალაქტიკას წირავენ და არ აძლევენ საშუალებას ვარსკვლავები დაბადონ.